სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაგარდურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. დღეს ჩვენ დავიწყებთ დავამთავრეთ 75 ნაწილი, დღეს დავიწყებთ 76 ნაწილს და უკვე როგორც ჩანს ეკლესიაში კათედრიდან პასუხობს ამ კითხვებს და ცოცხლად ადამიანებიც ესწრებიან ამ უკვე ჩანაწერებს და ეს არის 6 დეკემბერი 2020 წლის. როგორც ჩანს უკვე ვაქცინაც მიღებულია და იმიტომ ვაქცინაზეც კითხვას სვამენ უკვე. და ეს კითხვაც ამას ეხება. ქრისტიანმა თუ ის ვაქცინების წინააღმდეგია და თუ მთავრობა გვაიძულებს, უნდა გაიკეთოს ის? და ჯონ მაგარტური პასუხობს. ჯერ მოდით მარიას მოусმინოთ თლიან და ეს მე დავასათაურე ესე, და პატარა შესავალსაც გააკეთებს ქალბატონი მარია, როგორც ჩანს იტალიელი უნდა იყოს და იტალიაში მივდივარო. აინტერესებდა ეს კითხვა. გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე მარია ლიჩი მქვია, ჩემი მეგობრები მიას მეძახიან, მინდოდა მეთქვა რომ ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, იმას ვაკეთებთ ახლა და თქვენ გვასწავლეთ რომ ბერეელები ვიყოთ. ამიტომ ყველანი ძალიან ბევრს ვიკვლევთ კოვიდ ვაქცინებისა და ყველაფერზე, რაზეც ახლა საუბრობდით. მე წარმოშობით მიჩიგანიდან ვარ და 4 შვილი მყავს. სახლში ვსწავლობდი და მათაც ვასწავლიდი თქვენი სიდიების მეშვეობით. თქვენი სიდიების მეშვეობით ვიძინებდით კიდევაც, უსმედით მას და მთელი ღამე მე ლოცვას ვანდომებდით და ვიძინებდით და ჯონი მაგარტური ხუმრობით ემონება. დიახ, გეთანხმებით, მე ბევრი ადამიანი დამიძინებია. და აგრძელებს მია. ყოველ შემთხვევაში ზოგჯერ დამნაშავედ გრძნობ თავს, როცა აქ ვზივარ და ვიძინებ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა რომ გვასწავლეთ სწავლა, რათა წარმოვაჩინოთ თქვენი მოწონება და ყველაფერი რასაც აკეთებთ. უზომოდ დიდი მადლობა და ჩემი ოჯახი და ასობით ოჯახი ძალიან შეშფოთებულია ვაქცინაციის ჩატარებით. ან არ მიღებით, არ ჩატარებით. თუ ოჯახის წევრები საზოგადოებით ყავთ, იცით რომ ვაქცინაცია უნდა გაიკეთოთ, თუ გსურთ რომ მათთან წახვიდეთ და იმოგზაუროთ. ამბობენ რომ სხვადასხვა რამეს ათავსებენ შიგნით, თითქოს და იყენებენ ჩვილის ნაყოფს და ამაზე არის ეს ვაქცინა დამზადებული. და ყველაფერს რაღაც ასეთ საკითხებს იგებთ. ჩემი კითხვა მდგომარეობს, რომელთა მე-13 თავში თქვენ გვასწავლით და პავლე გვასწავლის იქიდან რომ უნდა დავემორჩილოთ მთავრობას. და რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა თუ ის ვაქცინების წინააღმდეგია და თუ მთავრობა კი ცდილობს რომ გვაიძულოს მათი მიღება? და ჯონ მაგარტური პასუხობს. დიახ, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. მოდით მოკლედ და აშკარად შემიძლია გავაკეთო განცხადება. როგორც ახლა არის ამ პროცენტით და ამ სტატისტიკით, ხომ, კოვიდისაგან ხანგრძლივი ეფექტის არარსებობის 99.998%-იანი შანსი გაქვთ. რასაც ვისმენთ, რომ ვაქცინა 94%-ით ეფექტურია. მაშინ რატომ უნდა შეამციროთ თქვენი შანსები? ანუ ჯონ მაგარტური ამბობს, რომ არ არის საჭირო ვაქცინის გაკეთება, იმიტომ რომ დაავადება არ იქნება ისეთი პერმანენტულიო, ხომ? და აუდიტორია მიეუბნება, რა სიტყვით ქვეყნიდან გასვლაზე თუ ოჯახი ყავდა, ეს სავალდებულოა. ეთყობა მიჩიგანში კი არის, მაგრამ იტალიური წარმოშობისა და იტალიაში უნდა რომ ოჯახი მოინახულოს. და ჯონ მაგარტური აგზელებს. ცოტა ხუმრობით ვლაპარაკობ. ეს მოკლედ ეს იგივე არჩევანია, რაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით გექნებოდათ. ზოგიერთ თქვენგანს გრიპი გადატანილი გაქვთ. მე ორჯერ გავიკეთე გრიპის ვაქცინა და ორჯერვე გრიპი მაინც დამემართა. ასე რომ ამის გარანტია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ისინი დაავადებას შეიყვანენ თქვენ სხეულში. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც მოგიწევთ. თუ იძულებული გახდებით ქვეყნიდან გახვიდეთ ოჯახის მოსანახულებად, მესმის რომ ავიაკომპანიებმა შეიძლება შეზღუდონ ფრენები მათთვის, ვისაც ვაქცინა არ ექნება გაკეთებული. გულისხმობ რომ შეიძლება რაიმე სახის დრაკონული მიდგომა იყოს მოსალოდნელი ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ თქვენი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი შეხედულებისამრე. მე არც ვაქცინის მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი. არ მინდა ამით რაღაცა ექიმის როლი ვითამაშო. ჯერ არ არსებობს მისი ეფექტურობის არანაირი ჩანაწერი, ხომ? ახალი მოგონილია ეს ვაქცინა. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ გრიპის ვაქცინები წლების განმავლობაში ჩვენთან არის, გვაქვს და მისი ეფექტურობის მაჩვენებელი ალბათ 50%-საც კი არ უახლოვდება. ასე რომ ეს არის ის, რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ მომენტში, როდესაც მთავრობა ამას მოითხოვს. შემდეგ კი მოგიწევთ გადაწყვეტოთ, არის თუ არა ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გაიკეთოთ.
ეს არის თქვენი გასაკეთებელი არჩევანი. და აუდიტორიდან შეიძლება გავბედო და კითხოთ მიაეუნება, რას გააკეთებდით თავად თქვენ, ჯონ მაგარტური? და ჯონი პასუხობს, ეს დამოკიდებულია მია იმაზე, და ეს ძალიან კარგი კითხვაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უნდა გამეკეთებინა და სად მივდივარ ამ დროს. რისთვის უნდა წავიდე? თუ სახარებისა და ღმერთის სამეფოს ბიზნეს გულისათვის მე მსოფლიოს სადღაც უნდა წავიდე და ეს დამჭირდებოდა და ბეთყოდნენ ვერ მოხვალ თუ ეს არ გაკეთებული. და ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურიცაც დამემართა მე მანამდე ყველანაირი ინექცია გამიკეთებია, იცით, აფრიკაში, აზიის ქვეყნებში არ გაგიშვებენ თუ სპეციალური აცრები არ აქვს გაკეთებული. ასე რომ გაკეთებული მაქვს, იმიტომ რომ მივდიოდი მე სახარების საქადაგებლად და მივდიოდი ხალხისთვის რომ ეს მიმეტანა. და წარმოდგენა არ ქონდა რას მიკეთებდნენ. ამიტომ მე უბრალოდ უნდა გადამეწყვეტა იქ წასვლა ეს საჭიროა და თუ საჭიროა და თუ ეს წესებია, მაშინ მე ამას უნდა გავიკეთო და დავემორჩილო. ამინ, გმადლობთ, ჩვენ შვილებს უთხარი, თქვენ ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ამის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ მეთქი, მე 60 წლისა ვარ და იტალიაში მივდივარ ვიკეთებ. სიცოცხლე ქრისტიას, სიკვდილი კი მოგება, მივდივარ. ეს იყო ძალიან ის იყო მია ქალბატონი მია ძალიან აჯიტირებული თუ რაც ქვია, ხო ძალიან აღელვებული და გაუხარდა რომ რაღაცნაირად დადებითი პასუხი მიიღო. და ჯონ მაგარტური, დიახ, თუ ჯანმრთელი ადამიანი ხართ, ყველაფერი რაც ვიცით, შეხედეთ. ვაქცინის შესახებ შემდეგი უნდა გესმოდეთ. ყველაფერი აქ ფულზეა. პირველი мотивация არის ფული. იცით რომ ეს ორი უზარმაზარი კორპორაციის შესახებაა, რომლებიც იცით ხო წარმოუდგენლად დიდდებიან. მილიარდებზეა ლაპარაკი. გულისხმობ რომ ყველას გვაქვს ჩვენ შეხება სამედიცინო სფეროსთან, ხო? ნახეთ, აი პატარა აბი ზოგჯერ, პატარა აბი $20, $10 არდა ეს უზარმაზარი დიდი ფარმაცევტული კომპანიები უზარმაზარი ინდუსტრიაა. ხედავთ ამ ვაქცინის გამოგონებით ახლა ხან ჩათვალეთ რომ მიაგნეს ოქროს ძარღვს და მე უბრალოდ მინდოდა მე თქვა პირველად გავიგე ეს ტერმინი ძარღვი ხო რას ნიშნავდა ოქროს ძარღვი არ ვიცი იცი თუ არა და ქართულშიც ვნახე სადღაც მოძიებული იყო რაღაცა სტატია ოქროს ძარღვი არის თურმე როცა საბადოში თქვენ აი ამ ნაკადს მიაგნებთ და ამას ეძახიან ვეინი, ესე ოქროს ძარღვი. რომ თქვენ ოქროს ძარღვი აღმოაჩინეთ, რომ გაყვებით ამ ოქროს ძარღვს და ზუსტად ოქრო მანდარი დაგროვილი. ეთყობა ნალექის დალექვა რო ხდებოდა, ხო, ოქროსი და იქ გნელელა გროვდებოდა ალბათ წყალთან ერთად. და იქ რაღაც ფილტრაციას რო ეწევა, იქ დაილექა ეს ოქრო, ალბათ წარღვნის დროს, ალბათ როდესაც იქმნებოდა, ხო, დედამიწაც და ამას ეძახიან ოქროს ძარღვს. არ ვიცი, იცი თუ არა, გაგებული ქონდა თუ არა ეს ტერმინი. მე პირველად გავიგე, იმიტომ რომ მქონდა ოქროს აღმოჩენასთან დიდი შეხება, მუზეუმში მუშაობდი ავსტრალიაში, მაგრამ ეს ტერმინი არასოდეს არ გამიგია. Gold vein-ი, რა, ვენები, ხო იცი, ვენები, ოქროს ვენა, რა, ოქროს ვენას რომ მიაგნობდა. ოქროს ზარღვი ქართულად. და ჯონ მაგარტური აგრძელებს, თუ მილიონობით ვაქცინა იქნება, ისინი ძალიან გამდიდრდებიან. და ეს ფული მათ ამ ადამიანების ჯიბებში აღმოჩნდება, ვინც ამ სისტემის უკან დგას, ასეთი ტიპის სისტემის. ასე რომ ეკონომიკა ძალიან ბევრ ამის განაპირობებს. ასე არსებობს ჯანმრთელობის ელემენტები და მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არსებობს გარკვეული სავალდებულო ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან, რათა მათ არ შეძლონ ჩვენ ორგანიზმში რაღაცა სასიკვდილო რამის შეშხაპუნება. მაგრამ ეს განპირობებულია პირველ რიგში მათი ეკონომიკური ასპექტით. კიდევ ერთხელ, კოვიდის კურნალობას ისე მივდეგით, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და სხვა ვირუსებს, როცა დაუშვათ განიხილავთ, ხო? ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თავად გადაწყვეტოთ, გსურთ თუ არა ამისი გამოყენება. მადლობა მოსვენისათვის.